თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წევრი ჯაბა სამუშია პატარა ლილოს მოსახლეობაში შეხვდა. ადგილობრივებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც დასახლებას წლების განმავლობაში აწუხებს. მოუწესრიგებელი წყლის სისტემა და გზა, სწორედ ეს დაასახელეს პირველ პრობლემად პატარა ლილოს მცხოვრებლებმა, თუმცა დასახლებაში გაურემონტებელი სკოლის პრობლემაც დგას. მათი განცხადებით, წყალი მხოლოდ 2 საათით გრაფიკით მიეწოდებათ, გზა კი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრზეა მოასფალტებული. პატარა ლილოს დასახლებას რამდენიმე წლის წინ სოფლის სტატუსი ჩამოერთვა და ქალაქს შემოუერთდა, თუმცა ადგილობრივების განცხადებით მათთვის ეს დამატებით პრობლემად იქცა, რადგან ახლა ვერც სოფლის პროგრამაში ხვდებიან და არც ქალაქის მმართველობისგან იღებენ დახმარებას. ნახევარ სოფელზე გაკეთდა გზები და ჩვენთან ზევით არ გაკეთდა. ამ გზასთან დაკავშირებით ავტობუსიც არ მოდის, უავტობუსობა, უტრანსპორტობა, უგზოობა, უწყლობა, ესე იგი შატილში თუ იყოს ესეთი მდგომარეობა არ ვიცი. ჩვენც ხალხ ადამიანებში ვითვლებით, მოვითხოვთ მუნიციპალიტეტს მივაკითხეთ გამგებელს, არავით არის რეაგირება. გზა შემოსასვლელი რკინიგზა გადის და ორმოს გავს. გზას კი არა. ჩვენ და საბედნიეროდ წელს თოვლი არ მოსულა და მაინდა-მაინც არ გაგვჭირებია სიარული. მოხრეშეს და ამ ხრეშმა გვიშველა. კანალიზაცია უნდა სოფელს. ეკლესია გვაქვს აგერ ასაშენებელი, სახსრები სოფელს იმდენი არ გააჩნია, რომ ეს ეკლესია დაამთავროს. აუცილებლად უნდა შეიქმნას ცალკე გეგმა, რომელშიც იქნება გაწერილი თბილისის შემოერთებული დასახლებების და ეს არ შეეხება კერძოდ პატარა ლილოს, არამედ ზოგადად მთლიანად იმ რამდენიმე სოფელს, რომელიც ბოლო პერიოდში შემოუერთდა, მათი განვითარების გეგმა უნდა იქნეს შემუშავებული. ჩვენ ამ დოკუმენტზე უკვე დავიწყებთ მუშაობას ახლო მომავალში.